იღებ ტელეფონს კონკრეტული მიზნით, იმისთვის რომ მოიძიო ინფორმაცია, ან YouTube-ში უყურო საინტერესო ვიდეოს. შედიხარ YouTube-ში ან Google-ში და უცებ სხვა გასართობი და თვალწარმტაცი ვიდეოები შენს ყურადღებას ითხრევს. მომენტალურად გავიწყდება რა მიზნისთვის აიღე ტელეფონი და იძირები მორევში. შენ ჩაიფიქრე, რომ ტელეფონს გამოიყენებდი მხოლოდ 10 წუთით, თუმცა 10 წუთის მაგივრად გადის 2 საათი. და ამას ვერც კი ამჩნევ. თუ ამ სიტუაციაში შენი თავი ამოიკითხე, მაშინ მინდა გითხრა, რომ ეს არ არის დისციპლინის ან თვითკონტროლის ნაკლებობა. არა. ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ ტელეფონი სპეციალურად ისე ამოწყობილი, რომ მაქსიმალურად ჩაითრიოს ჩვენი ყურადღება და გვამყოფოს ეკრანებზე მიჯაჭვული, რაც შეიძლება დიდი ხნით. თუ შენ გაინტერესებს როგორ ახერხებს ტელეფონი ამ ყველაფერს, მაშინ უყურე ამ ვიდეოს. მე აგიხსნი 5 მექანიზმს, თუ როგორ ახერხებს ტელეფონი ამ ყველაფერს. პირველი მექანიზმი, არაპროგნოზირებადი ჯილდო. წარმოიდგინე, რომ სკროლავ. სკროლვის დროს ყველა ვიდეო შენი მოსაწონი ვერ იქნება. ზოგი მოგწონს, ზოგი არა. ამ დროს შენი ტვინი ძიების პროცესშია. შენ ეძიებ შენთვის სასურველ ვიდეოს, ისეთ ვიდეოს, რომელიც მოგეწონება და სიამოვნებას მოგანიჭებს. სკროლავ და უცებ იპოვე ეს საინტერესო ვიდეო, რომელიც ძალიან მოგეწონა. და ჰოპ, მოხდა დოპამინის გამოყოფა და შემდეგ ეს ციკლი ხელახლა იწყება. სკროლავ, პოულობ საინტერესო ვიდეოს, ხდება დოპამინის გამოყოფა. და ეს მეორდება და მეორდება. ვინც არ იცით, დოპამინი არის სიამოვნების ჰორმონი, რომლის წყალობითაც ჩვენ სიამოვნებას ვგრძნობთ გემრიელი საჭმლის ჭამის დროს, ვიდეო თამაშების თამაშის დროს, ფილმების ყურების დროს და ყველა სასიამოვნო აქტივობის დროს. ეს ჯილდო, რომელსაც სკროლის დროს იღებ, იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ შენ არ იცი, როდის შეგხვდება ეს შენთვის საინტერესო ვიდეო. ეს კიდე შენ ტვინს ამყოფებს ძიებისა და მოლოდინის რეჟიმში. ზუსტად იგივე მექანიზმი მოქმედებს ტოტალიზატორების შემთხვევაშიც. ადამიანი, რომელიც ატრიალებს სლოტებს, მისი ტვინიც ძიების პროცესში და მოლოდინის პროცესშია. ანუ ის ელის თუ როდის დაუჯდება სამი ერთნაირი ციფრი და როდის მოიგებს თანხას. და როცა ეს მოხდება, მას ეს ძალიან ესიამოვნება და მისი ტვინი ძალიან დიდი რაოდენობით გამოყოფს დოპამინს. თანხის მოგების შემთხვევაში სლოტის მოთამაშე ხელახლა იწყებს სლოტის ტრიალს, რადგან კიდევ სურს რომ იგივე სიამოვნება განიცადოს. ზუსტად იგივე მექანიზმი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც შენ შედიხარ რაიმე სოციალურ აპლიკაციაში, მაგალითად Instagram-ში ან Facebook-ში. ამ დროს შენი ტვინი ელის შეტყობინებებს შენი მეგობრებისგან, ან შეტყობინებებს კომენტარებისა და ლაიქების შესახებ. ეს შეტყობინებები ხან არის, ხან არ არის და როცა არის, ეს შენ ძალიან გსიამოვნებს. მეორე მექანიზმი, უსასრულო სასკროლი სისტემა. არ შეგიმჩნევია, რომ როდესაც სკროლავ, თუნდაც Instagram-ს, თუნდაც Facebook-ს, თუნდაც TikTok-ს, ანუ ნებისმიერ აპლიკაციას, როდესაც სკროლავ, მათ ძირი არ აქვთ. ანუ ეს სკროლვის პროცესი გრძელდება უსასრულოდ. ანუ ფიზიკურად არ ჩერდება. უძირო ორმოსავით არის. ანუ არ არსებობს ის წერტილი და ის მიმანიშნებელი რამ, რაც შენ მინიშნებას მოგცემს იმის შესახებ, რომ ახლა გაჩერების დროა, რაც სკროლვის შეწყვეტას ბევრად უფრო რთულს ხდის. მესამე მექანიზმი, პრაქტიკულობა და უმარტივესი ხელმისაწვდომობა. ტელეფონის ზომის, წონის და ფორმის გამო ის ძალიან მარტივი გამოსაყენებელია. ჩვენ ტელეფონი შეგვიძლია ვატაროთ ყველგან, ჩავიდოთ ჯიბეში, შევიტანოთ სხვადასხვა ოთახში, გამოვიყენოთ საწოლში. ანუ ყველგან ძალიან მარტივია. შედარება რომ გავაკეთოთ, წარმოიდგინეთ კომპიუტერის შემთხვევაში ეს რამდენად უფრო რთულია. ჩვენ კომპიუტერს ყველგან ვერ წავიღებთ, ის ერთ ადგილას დევს. ასევე ტელეფონი არის ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი. ჩვენ სულ რაღაც რამდენიმე თითის დაწკაპუნება გვჭირდება იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ტელეფონი. და ეს რამდენიმე თითის დაწკაპუნება საერთოდ არ მოითხოვს ძალისხმევას. ძალიან მარტივი და იოლია ჩვენთვის. შესაბამისად, ტვინი სწავლობს აი ასეთ წესს. ტელეფონის გამოყენება არის ძალიან მარტივი და სასიამოვნო. ხო და მოდი ამას შემდეგშიც გავაკეთებ. აი ჩემო მაყურებლებო, ასე ყალიბდება ჩვევა. დაიმახსოვრეთ ასეთი რამ. თითოეული აქტივობა, რომლიდანაც მიღებული სიამოვნების რაოდენობა ბევრად აღემატება დახარჯულ ძალისხმევას, თითოეული ასეთი აქტივობა არის დამოკიდებულების გამომწვევი და ძალიან მარტივად გამჯდომი ჩვევაში. კომპიუტერის შემთხვევაში კი ხელმისაწვდომობა რამდენადმე უფრო რთულია. სანამ მასთან მიხვალ,
შემდეგ სანამ ჩართავ, შემდეგ სანამ გახსნი აპლიკაციას. ამაში იკარგება შედარებით ბევრი დრო და ძალისხმევა, ვიდრე ტელეფონის შემთხვევაში. მეოთხე მექანიზმი, სოციალური აღიარების მოპოვება ძალიან მარტივად. აბა ახლა გულწრფელად მითხარი, რამდენჯერ შესულხარ სოციალურ აპლიკაციაში, მხოლოდ იმისთვის, რომ გენახა მოსულია თუ არა შეტყობინებები, მოგწერეს თუ არა მეგობრებმა, მოვიდა თუ არა კომენტარები, მოგივიდა თუ არა ბევრი ლაიქი. ეს სოციალური აპლიკაციები ჩვენ გვაძლევს სოციალური აღიარებისა და დაფასების მოპოვების უმარტივეს საშუალებას. ჩვენ რაც უფრო მეტი ლაიქი გვაქვს, რაც უფრო მეტი კომენტარი გვაქვს, თავს უფრო დაფასებულ და მაგარ ტიპად გვგზნობთ. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი ამას მნიშვნელობას არ ანიჭებდეს, მაგრამ ქვეცნობიერულად მაინც ასეა. ადამიანს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ლაიქების სიამოვნებს. ანუ ეს სოციალური აპლიკაციები გვთავაზობს ხელოვნურ სოციალურ აღიარებასა და სოციალურ ინტერაქციას, რაც მართალია რომ არ არის რეალური, თუმცა ძალიან სასიამოვნოა ტვინისთვის. მეხუთე მექანიზმი, ჩვენზე მორგებული ალგორითმი. საქმე ის არის, რომ თითოეულ აპლიკაციაში, იქნება ეს YouTube, Facebook, TikTok, ან თუნდაც Google, ჩამონტაჟებული არის ხელოვნური ინტელექტი. ცნობილი როგორც ალგორითმი, რომელიც ერგება ჩვენს ინტერესებსა და ხასიათს. შეგიმჩნევია თუ არა, რომ რაც უფრო მეტ სკროლავ, რაც უფრო მეტ იყენებ სხვადასხვა აპლიკაციას, უფრო და უფრო მეტად გვხვდება შენთვის საინტერესო ვიდეოები და კონტენტი. ეს იმიტოა, რომ ალგორითმი ერგება და სწავლობს შენს ხასიათსა და ინტერესებს. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გართობს აპლიკაცია, უფრო მეტად იყენებ მას. და მეექვსე ბონუს მექანიზმი, ჩამთრევი დიზაინი და წყობა. ტელეფონის სარგებლობა ძალიან მარტივია. საკმარისია მხოლოდ ერთი ხელი და სკროლვისთვის ერთი ცერათითიც კი საკმარისია. ეს ძალიან მარტივია. ასევე არ დაფიქრებულ ხარ იმაზე, თუ რატომ არის სხვადასხვა აპლიკაციის ლოგო ასეთი კაშკაშა და ფერადი. რატომ არის მოსული შეტყობინებები ასეთი ციმციმა და კაშკაშა? რატომ არის ზოგადად მთლიანად ტელეფონის დიზაინი ასეთი ფერადი? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ მაქსიმალურად ჩაითრიოს ჩვენი ყურადღება. ამ 6 მექანიზმთან ერთად ტელეფონი იყენებს კიდევ სხვა პატარ-პატარა მექანიზმებს. მაგალითად იმას, რომ მესიჯების მოსვლისას ტელეფონი გამოსცემს სხვადასხვა წკაპუნისა ზარუნის ხმას. კი ბატონო, ყველაფერი ჩამოვთვალეთ. ახლა კი იმას გეტყვი, რომ ამ 6 მექანიზმს შორის ყველაზე ჩამთრევი არის არაპროგნოზირებადი ჯილდოს მექანიზმი და უმარტივესი ხელმისაწვდომობის მექანიზმი. ანუ უმცირესი ძალისხმევის სანაცვლოდ ძალიან დიდი რაოდენობით ჯილდოს მიღება. ხო გითხარით, ტვინი სწავლობს აი ასეთ წესს. ტელეფონის გამოყენება ძალიან მარტივია და სანაცვლოდ მე ვიღებ ძალიან დიდი რაოდენობით ჯილდოს. მოდი ამას შემდეგშიც გავიმეორებ. შედარებისთვის მოვიყვანოთ წიგნის კითხვის მაგალითი. შეიძლება რაიმე წიგნი ძალიან საინტერესო იყოს შენთვის, თუმცა წიგნის წაკითხვა ტელეფონთან შედარებით მოითხოვს ძალისხმევას. და ამავდროულად დიდი რაოდენობის ჯილდოსაც, დიდი რაოდენობის სიამოვნებასაც არ გაძლევს. ნუ ყოველ შემთხვევაში ტელეფონთან შედარებით. წიგნს როდესაც კითხულობ, ამისთვის საჭიროა რომ იყო კონცენტრირებული. ამ დროს აქტიურად მუშაობს სხვადასხვა კოგნიტური უნარი, შესაბამისად იხარჯება უფრო მეტი მენტალური ენერგია და ძალისხმევა. თუ შენ ამ ვიდეოს აქამდე უყურე, მაშინ დიდი ალბათობით გაგიჩნდა ასეთი კითხვა. დავით, კი ბატონო, ჩამოთვალე ეს მექანიზმები, მაგრამ არ აპირებ რომ ამიხსნა, როგორ უნდა მოვიპოვო თვითკონტროლი. და როგორ უნდა გამოვიდე ტელეფონის ზეგავლენიდან. ვაპირებ, მაგრამ არა ამ ვიდეოში. სპეციალურად სხვა ვიდეოს ჩავწერ ამ ყველაფრისთვის და იმ ვიდეოში დაწვრილები დავხსნი, თუ როგორ უნდა გაანეიტრალო ტელეფონის ეს მექანიზმები და ეს მაიმუნური ხრიკები. და რაც მთავარია, როგორ უნდა მოიპოვო კონტროლი ამ მექანიზმების წინააღმდეგ. დღევანდელი ვიდეოსთვის კი სულ ეს იყო. აბა კომენტარებში დაწერე შენი აზრი ამასთან დაკავშირებით. და ისიც მითხარი, რომელია ყველაზე ჩამთრევი მექანიზმი შენთვის. და ასევე ისიც დაწერე, თუ ისეთი რამე მექანიზმი იცი, რომელიც ამ ვიდეოში არ მიხსენებია. კარგი იქნებოდა თუ დაასუბსკრაიბებდი ამ არხს, თუ გადააზიარებდი ვიდეოს, ამ გზით შენ თვითონაც იცი რომ დაეხმარები ამ არხის განვითარებაში. ახლა კი დროებით და გისურვებ თვით განვითარებას.